თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. გაინტერესებს ფილმებისა და წიგნების განხილვა? მაშინ რუბრიკა კინოწიგნომანია შენთვისაა. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ რადიო ედუსტრიმის რუბრიკას კინოწიგნომანიას, მე კი მისი წამყვანი თეკლა აფრიამაშვილი ვარ. გოდერძი ჩოხელი. რომანი ადამიანთა სევდა. სულის მწერალი. ეს ორიოდე სიტყვა საკმარისია ირგვლივ ყველაფერი რომ გაირინდოს და დროებით სამყარომ გულის მომკვლელი ფეთქვა შეწყვიტოს. რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილი? სიკვდილით სევდა არის, ადამიანად არ ყოფნის სევდა. არსებობს კი ადამიანი, ვისაც ეს ფრაზა არ იცნობა? ვისაც მისი მოსმენისთანავე სულის მწერლის, გოდერძი ჩოხელისკენ არ გაექცევა ფიქრები? მწერალი ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა, თუმცა თავისი მოღვაწეობის პერიოდში არაერთი უნიკალური მოთხრობა, რომანი თუ პიესა შექმნა მომავალი თაობისთვის. ადამიანთა სევდა ერთ-ერთია მისი რომანებს შორის, რომელიც ქართველმა მკითხველმა შეიყვარა და მიიღო. მასში ერთიანადაა თავმოყრილი სევდა, ტკივილი, სიხარული, სასოწარკვეთილება, შურისძიება, მხარდაჭერა, ღალატი, ნდობა და რა თქმა უნდა სიყვარული. როგორც თავად ავტორი ამბობს დასაწყისშივე, თუ მკითხველს დრო არ აქვს, უმჯობესია წიგნი გვერდით გადადოს და სხვა, ყოფით საკითხებს დაუთმოს დრო. რადგან იგი ისევ მთაზე, ბუნებასა და იმ ხალხზე წერს, გნებავთ რეალურზე თუ გნებავთ გამოგონილზე, ვის თვალწინათაც გაიზარდა. თითქოს გუდამაყრის ხეობა დედამიწის ძალიან მცირე მოდელია. მასში ხდება ყველა ის ამბავი, რაც სამყაროს ამა თუ იმ კუთხეში, სხვადასხვა დროს ვითარდება და განვითარებულა. გოდერძი ჩოხელისთვის ადამიანები მოთხრობებს გვანან, გადაშლილ წიგნებს, რომელთა წაკითხვა შეიძლება. მათში ბევრი აზრი და იდეაა თავმოყრილი, მაგრამ სხვა წამკითხულ ადამიანთა უმეტესობას აზრებში გარკვევა და სიღრმისეული ანალიზი ეზარება. ამიტომ ზედაპირულ დასკვნებს აკეთებს და ფიქრობს, რომ ყველაფერში გაერკვა. ასე ემართება გუდამაყრის ერთ სოფელ ჩოხაში მცხოვრებ მოსახლეობასაც. მათ ვინც ბევრ შეცდომასა და ტკივილით გაჟღენთილ ქმედებას ჩაიდენს. ნაწარმოებში დაუფარავად იგრძნობა ყოფიერების სევდა და დარდი, რომელიც მუდმივად აწუხებს თითოეულ ადამიანს. ჩოხელი ამ ნაწარმოებში მთელი თავისი გულწრფელობით აკავშირებს ადამიანსა და ბუნებას და მათი საერთო გზნობებით საუბრობს. მრავალწახნაგოვანი საკითხები და ადამიანთა სევდა სავსე. აქ მკითხველი ხვდება პერსონაჟს, რომელიც დარდებს აკროვებს, რათა ღმერთამდე მიიტანოს. ხვდება და ეკითხება თავის თანასოფრელებს რა აწუხებთ, რა ადარდებთ ყველაზე მეტად და თითქოს რაღაც მომენტში მკითხველი იჯერებს, რომ სწორედ ამაზეა მთელი ნაწარმოებები. ადამიანთა დარდებზე, რომელიც უნდა ესმოდეს ღმერთს, თუმცა მაინც საჭირო ხდება მათი შეგროვება და ისე მიტანა. დარდების შემგროვების უილაჯობით დაღლილი სოფლის მოსახლეობა ერთ დღესაც გადაწყვეტს მას მცირე ოინი მოუწყოს და ამით ერთგვარად დაისვენოს მუდმივად მიწა ჩამოსული ღმერთის ძიებით თავმობეზრებული თანასოფრელებისგან. დარდების შემგროვებელი რთულად შეარჩევს ღმერთისთვის სათხოვარ დარდს. თითოეული მათგანის გაზიარება სურს, მაგრამ აბა სად აქვს ღმერთს იმდენი დრო ყველას მოусმინოს. დარდების შემგროვებელი ერთ ყველაზე განსაკუთრებულ დარდს შეარჩევს და თეთრ სამოში გამოწყობილ, ღმერთად გადაცმულ თანასოფრელს გაუზიარებს. იმ დღის მერე იგი აღარ ელოდება მაღალ ღმერთს, აღარს დარდებს აღარ აგროვებს და მაღალ, თვალუწნელ მთაზე აღარს აღარავინ ადის მის გასაბითურებლად. ნებისმიერ რომანსა თუ მოთხრობაში პერსონაჟის სახელს სიუჟეტის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. გამონაკლის არც ადამიანთა სევდა წარმოადგენს. სადაც ესეოდენ სევდიან და ღრმა პერსონაჟს გამიხარდია ჰქვია. სიუჟეტის განვითარების პროცესში მკითხველი არაერთხელ ხვდება გამიხარდიანს და ეცნობა მის ცხოვრებისეულ გზას. ასევე ნათლად ხედავს, რატომ გადაწყვიტა შეეგროვებინა დარდები, რომელსაც შემდეგ ღმერთს მიუტანდა. მთიანი ხეობის ხალხი მართლაც არაფრით განსხვავდება დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ იმ დიდი სახელმწიფოებისგან, ვისაც მეზობლების დარბევა თუ მათი ტერიტორიების დაკავება სურს. გუდამაყრის ერთი პატარა სოფლის რამდენიმე თავკაცი გამოვა ინიციატივით დაარბიონ მეზობელი სოფელი და ისინი დააშინონ ხატით, რასაც წარმატებით განახორციელებენ კიდეც. პროცესში ჩართულია ყველა, დიდი, პატარა, ქალი თუ კაცი. მსუბუქი იუმორით გადმოცემული მათი ეს ლაშქრობა კარგად აჩვენებს ადამიანის სიხარბეს, დაუნდობლობასა და სისასტიკეს, რომელიც პიროვნებაში ხშირად მეტად ღრმად და საიმედოდ არის დამარხული. რომანში მკითხველი შეხვდება ძველ ტრადიციებს, მთის ლეგენდებსა და ამბებს, რომელიც მოსახლეობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მსუბუქი სევდითა და ადამიანური სიღრმით გადმოცემული ამბავი,
რომელშიც მკითხველი მარტივად შეძლებს იპოვნოს თავისი წილი ისტორია. ნაწარმოების მარგალიტად შეიძლება ის მონაკვეთი, რომელშიც სოფლის მოქეიფე ზედმეტად ნასვამი მოსახლეობა სიკვდილს მოკლავს და რომელიც ყველაზე უფრო უკეთ გამოხატავს ადამიანის სასტიკ ბუნებას. ამბავი დაუჯერებელი, არარეალური და მისტიკური ელფერის მატარებელია, თუმცა ავტორი მშვენივრად ამბობს მთავარ სათქმელს და ახერხებს ის მკითხველამდე ჩვეული ოსტატობით მიიტანოს. ერთ-ერთი საღვთო დღესასწაულის მიწურულს სოფრელები შემთხვევით აღმოაჩენენ, რომ მათ სუფრას მშვენიერი ყმაწვილი შემოუერთდება. თუმცა ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდება, რაც ბიჭუნას შეამჩნევს, რომ დაკლული ცხრის ძვლები მოძრაობს. როგორც შემდგომში გაირკვა, ეს სიკვდილია. მას უფლება აქვს რამდენიმე ასეულ წელში ერთხელ ადამიანად იქცეს და ადამიანებთან ერთად გაატაროს დღე. ის კი სწორედ გუდამაყრელებთან ერთად მულხენას გადაწყვეტს. იმ დღეს არავინ არ კვდება. პირადი ბოღმის, შეუგუებლობისა და პიროვნული სიმცირის გამო სოფლის რამდენიმე მკვიდრს სიკვდილი შეშურდება. მათ შეშურდებათ მისი გარეგნობის. როგორც ავტორი აღწერს, ენით გადმოუცემელი გარეგნობა აქვს. შეშურდებათ მისი ცხოვრების, მისი ყოფისა და როგორც თავად მიიჩნევენ თავისუფლების. საბოლოოდ კი მოკლავენ მას. ისინი სიკვდილს მოკლავენ და დედამიწა ასეთ არჩება სიკვდილის გარეშე. ამ უკანასკნელს ულამაზეს საფლავს გაუკეთებენ, შეუმკობენ ულამაზესი ყვავილებითა და ათასგვარი ბალახით. ავტორი ამ ამბის თხრობას აქ ასრულებს. იგი არ უღმავდება ადამიანების პიროვნების თავისებურებებს, მათ გაუკუღმართებულ პიროვნებებს და ჩუმ ბოღმას. არადაგანა შეიძლება ადამიანს სიკვდილის. იმ არსების შეშურდეს, ვინც ყველაზე რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს კისრულობს ქვეყანაზე. ან შეიძლება მისი ზურგში დანის ჩარტყმით მოკლა? დედამიწისა და თითოეული ადამიანის ისე დატოვება ღირსშესანიშნავ დღეს. რომაში თითოეული ამბავი ჯაჭვის რგოლებივით ებმის ერთმანეთს და საბოლოო ჯამში ერთ მთლიან, მოცულობით ტექსტად იქცევა, რომლის წაკითხვის ბოლოსაც მკითხველს არაერთი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ხომ ის არის, რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა. თითქოს მთელი ნაწარმოები ერთი დიდი სევდის მორევია, რომელსაც პულსაციის ნელი ტემპით თან გასდევს იმედის მარცვალი, რომელიც არასდროს ტოვებს. მკითხველი აქ შეხვდება ყველა ასაკის, ემოციის, განცდისა თუ ტკივილის მქონე ადამიანს. მათ, ვინც თავისებურად ებრძვის და ერკინება თავის ყოველდღიურობას. გოდერძი ჩოხელი მწერალთან ერთად რეჟისორიც იყო და თავის ნაწარმოებებს ხშირად თავადვე აცოცხლებდა ტელეეკრანებზე. გამონაკლისს არც ადამიანთა სევდა არ წარმოადგენს. ის ჩოხელმა თავის სიცოცხლეშივე გადაიღო ფილმმა და მალევე იქცა კინოშედევრად. მსახიობთა მაღალი ოსტატობა, თამაშის დახვეწილი სტილი და ღრმა ემოციური პასაჟები არის ის მთავარი კომპონენტები, რომლის გამოც მაყურებელი წლების გასვლის შემდეგაც აქტიურად უყურებს შავ-თეთრი კადრებით გადაღებულ ფილმს. როგორც ავტორი ამბობს, სკივში ნაპოვნ ფურცელზე დაწერილ სიტყვებს, რომლებიც სიცოცხლეს როგორც სევდას ისე განმარტავს, დღემდე ანალოგი არ გააჩნია. ბევრი ადამიანისთვის გამხელილი, ხოლო ზოგისთვისაც გაუმხელელი სევდაა, რომელიც თანსდევს ადამიანად ყოფნის სიხარულს და არც პიროვნების გარდაცვალების შემდეგ არ ქრება არსად. რამე თუ ჩვეული სევდა არსად არ ქრება. ის მხოლოდ ფერს იცვლის და ყოფის სევდა არ ყოფნის სევდად გადაიქცევა. თუმცა მასში მთავარი და ძირეული კვლავ უცვლელია. გადაცემა მომზადებულია ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო დისტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.